მეორე გაკვეთილი შეეხება უშუალოდ კუთხიდან სწორცნას, ამაში დაგვეხმარა ჩვენი მეგობარი და ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით ყველა იმ დეტალს, რაც საჭიროა გოლის გასატანად. პირველი რაც თავია ბურთის მიღების პროცესში ფეხი უნდა გქონდეს მოედანში. დაიჭირე ბურთი. მეორე უნდა გადადგა 2-3 ნაბიჯი, როგორც ჩვენთვის უფრო კომფორტული იქნება. არ უნდა დააბიჯო ამ ხაზს, იმიტომ რომ ჯარიმაა. როცა შეხტები, შენი ნახტომი უნდა იყოს მაღალი და გრძელი, რათა დაინახო მეკარი ჩარჩო უფრო კარგად. დარტყმა არსებობს ძალიან ბევრი სახის, მთავარია შენ უყურო მეკარეს, რაც გეთამაშება მეკარე და სადაც დაინახავ ცარიელ ადგილს, იმ ადგილას გაიტანო გოლი. ჩვენ ახლა გაჩვენეთ 3 სხვადასხვა სახის დარტყმა კუთხიდან, რომელთაც შეგიძლიათ გოლი გაიტანოთ მოწინააღმდეგე გუნდის კარში.